გამარჯობათ, მე გახლავართ ირაკ კაპანაძე, BIM Solutions Georgia's ინჟინერი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ Tecla Structure-ის შესახებ, როგორ ავაგოთ მასში მოდელი, როგორ დავსვათ layout-ებზე, გავაფორმოთ და შემდეგ ამოვიღოთ ნახაზები. ჩვენ დღეს ავაგებთ მცირე ზომის საწარმოო შენობას, რის მიხედვითაც ვიქვენ ვანელებთ შემდეგი მოცემულობებით. თქვენ ხედავთ აქ გვაქვს მოცემული ჩვენ ღერძები. პირველ რიგში დავიწყოთ ღერძებით, ჩვენთვის სასურველი ზომები შევარჩიოთ, თქვათ ამ მიმართულებით გქონდეს 4 მეტრი, და მიმართულებით გქონდეს 4 ცალი 12 მეტრი. ეს არის ჩვენი სამუშაო სივრცე, ასე ვთქვათ. ხო, თავიდან მივიხილოთ ზოგადად, აქცევით მოცემული არის რკინის კონსტრუქციები, ბეტონის კონსტრუქციები, დამატებით არმირების კვანძები, დამატებით ხელსაწყოები, როგორ გავზოგოთ ჩვენი მოდელი, როგორ დავსვათ layout-ებზე და ამოვიღოთ ნახაზები. ჩვენ ღერძების ცვლილება შეგვეძლება როგორც X მიმართულებით, ასევე Y მიმართულებითაც, ასევე სასურველია თუ Z მიმართულებითაც დავაყენოთ ჩვენს კოეფიციენტებს. მაგრამ მე შემდეგ როცა მოდელს ავაგებ შუქს, ასევე შეგვიძლია თქვა თუ აქ არის 24, და მხარეს გავაკეთოთ 24, ქვევით გავაკეთოთ თქვა 4 ცალი ისევ 12-იანი მიმართულება მიცეთ და გავიმზადოთ სამუშაო დაბა. თუ თქვა ეს ციფრები ახლოს არ ერთმანეთთან და ხელს ვიშლით, შესაძლებელია მოწყობილობების გამოყენებით შევცვალოთ ზომები. და რა თქმა უნდა, როცა ამ ცვლილება შევიტანთ, უმჯობესია ცვლილება შევინახოთ modify-ის მეშვეობით, როგორც X მიმართულებით, ასევე Y მიმართულებითაც შეგვიძლია ამ ზომების გამოტანა. ეს არის ჩვენი მოდელი. პირველ რიგში თქვა დავიწყოთ, მოდი დავსვათ ჩვენ სვეტი. ეს არის ჩვენი სვეტი, სვეტსაც შეგვიძლია შევცვალოთ თქვა მონაცემები, ავირჩიოთ სხვა მასალები ამ ფანჯრის გამოყენებით, თქვა ამ ეტაპზე იყოს 600-ზე, modify ისევ შეიცვალა, ბეტონის მარკაც შეგვიძლია შევცვალოთ ამ ეტაპზე მე აღებული მაქვს environment-ი ევროკოდების მიხედვით, საერთო ევროპული კოდების მიხედვით, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ამერიკული ნორმები GOST სტანდარტის მიხედვით და დაახლოებით კიდევ 20 სტანდარტია შეყვანილი environment-ში. რადგან ეს 0-ია, მოდი ერთის ქვევით ჩავიყვანოთ, აქ იქნება 0 წერტილი, შემდეგ იქნება -2000. თქვენ იცით, რომ ეს სამუშაო სივრცის ცვლილება შესაძლებელია, ქვევით ვთქვათ, იყოს სივრცე 4000 და გაიზარდოს ჩვენი სამუშაო არეალი. ასევე სამუშაო არეალის ცვლილება შეიძლება view-ში work area-ს მონიშნის საფუძველზე. სვეტის შემდეგ ვთქვათ, მოდი გავაკეთოთ წერტილოვანი საძირკველი, ისევ კონკრეტში ბეტონში გადავიდეთ, ავირჩიოთ წერტილოვანი საძირკვლის ფილა, ამის გადაადგილება შეიძლება ორნაირად, ვთქვათ, მონაცემის ფანჯრის მეშვეობით, ან უბრალოდ მოვით. ესეთ შემთხვევაში ასევე ვთქვათ, დავსვათ მეორე ფილაც ქვევით და გავზარდოთ, ვთქვათ, ფილის ზომები. აგრეთვე აქ შეგვიძლია ამასთან ერთად გავზარდოთ, უბრალოდ შევცვალოთ ბეტონის მარკა, თქო ეს იყოს 2500-ზე. ეს შეიძლება ბეტონის მარკაც, აქაც ავიღოთ C2025. ჩემი რეკომენდაცია იქნება, აი, მუშაობის დროს აი ესენიც მონიშნეთ, ეს არის მაგნიტები, ალბათ AutoCAD-ში ან სხვა პროგრამაში თქვენ ხშირად იყენებთ, რადგან გვიადვილებს ეს თქვათ მიბმას ერთი მოდელის კი სწორად ერთი ობიექტის მეორესთან.
გადავიდეთ შემდეგ უშუალოდ დეტალიზაციაზე. მართალია, სხვაგანაც უნდა დავსვათ ეს ჩვენ წერტილოვანი საძირკვლები, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია ასევე იქნება თქვა თუ ბევრი ერთნაირი ობიექტი გვაქვს, ჯერ ერთი მაგალითი ავიღოთ, დავამუშავოთ და შემდეგ დავაკოპიროთ, დრო რო არ დავხარჯოთ. დიახ, პირველ რიგში მოდი დავაარმიროთ ეს ჩვენი სვეტი, აგრეთვე შეგვიძლია შევცვალოთ ამის ხედები, კონტროლ 1-ის, კონტროლ 2-ის, კონტროლ 3-ის ან კონტროლ 4-ის მეშვეობით გადავიყვანოთ სხვადასხვა პოზიციაზე, სხვადასხვა ფერზე დავსვათ და აი აქ არის გამზადებული დეტალები და კვანძები, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა თქვა არმირება, reinforcement და მოდი ავიღოთ აი 86 ნომერი და დავაარმიროთ ჩვენი საძირკვლის სვეტი და ფილა. ამ შემთხვევაში მივიღოთ აი ასეთი არმირება. ეს რა თქმა უნდა სტანდარტულია და ჩვენ ეს ყველაფერი შეგვიძლია შევცვალოთ. თუ გინდა რომ შევცვალოთ, აქ აი ეს ფუნქციები გამოიყენეთ, აი ამ ფუნქციების მეშვეობით ბლოკს ცვლის, ბლოკის ის იმას შეგვიცვლის თუ თქვა მივცეთ აი ამ ფუნქციას თვითონ სათითაოდ შეგვიცვლის ამ ჩვენ არმირებას, თუ დავაჭერთ შემდეგ მომდევნო ფუნქციას, ჩვენ ეს მოცულობად და ერთ მოცემულობად აღქვა შემდეგ ამას. ეს ფუნქცია მეტად გამოსადეგია, როდესაც უშუალოდ დეტალიზაციაზე და ნახაზზე გადახოთ. ამასაც გავივლით დღეს. ახსნით, ეხლა მოდი შევცვალოთ ჩვენ აი ეს ბლოკი. გავაკეთოთ ისე, რომ თუც მისაღები იყოს, თქვა ნაშვერი არ კონდეს, 0 დავწეროთ, ისე modify, არმირების რაოდენობა იყო 10. და ასეთი სახის მივიღეთ. ხო, შეიძლება აგრეთვე ხამუთის ეგრეთ წოდებული ხამუთი შეცვლაც შეგვიძლია, თქვა აი როგორი ტიპის იყოს, ამ შემთხვევაში სტანდარტული ტიპის ავიღოთ და ასეთ ვიზუალს მივიღეთ. დიახ, მოდით ჩვენ შემდეგ დავაარმიროთ ეს ჩვენი წერტილოვანი საძირკველი, ამ შემთხვევაში აქ დავიაკვირდით, რომ ბევრი ზებნარ მომიწიოს, აი path-putting reinforcement რომ არის და დავაარმიროთ ისიც. ასე ტიპიური მოგვცა, შეგვიძლია თქმა უნდა ეს ტიპიური შევცვალოთ, ასე პანჯარას ამოგვიგდებს. აქ არის თქვა დამცავი შრეები, აქ არის თქვა არმირების ტიპები, ამ შემთხვევაში 8-იანი armatura და ჩვენ ავიღოთ 10-იანი armatura, მეორე შრეშიც ავიღოთ 10-იანი ან თქვა 12-იანი armatura და აგრეთვე ზონების დავამატოთ, თქვა პირველი ზონა, მეორე ზონა, მესამე ზონა. ამ შემთხვევაში ეს შეიცვალა. დამატებით ფუნქციები ამის რაც არის თქვა armaturis რაოდენობა, ამ შემთხვევაში აქ რაოდენობით გვაქვს აღებული, მეორე შემთხვევაში გვაქვს დისტანციით. რა თქმა უნდა, ეს შეგვიძლია შევცვალოთ, აქ თქვა number-იც რომ მივცეთ, რაოდენობა იქნება 10 ცალი და დაემატა armatura. მეორეში თქვა არმირება 10 ცალი, აქაც დაემატა armatura. ხო, კიდევ კარგი ფუნქცია აქვს, რომ შეგვიძლია აღგონებები გავაკეთოთ აი ამის მეშვეობით, თქვა 200, 200 და ასეთ ვიზუალს მივიღებთ. ჩემი რჩევა იქნება, როდესაც თქვა რამოდენიმე მოქმედებას გააკეთებთ, შემდეგ დაასეივოთ და თუ გინდათ კიდე დამატებითი მოქმედებები თავიდან გახსნათ პანჯარა და ხშირ შემთხვევაში არ იმახსოვრებს, როდესაც ბევრ მოქმედებას გააკეთებთ და თავიდან გიწევთ შემდეგ ამაზე მუშაობა. კი ბატონო, აი გარეგან ასე გამოიყურება, არმირება ასე გამოიყურება. შემდეგ თქვა დავსვათ ჩვენი სვეტი ავიღოთ მოდის ფოლადის კოლონა იყოს. ასეთი სიმაღლეში ფოლადის კოლონა იყოს. თქვა 6 მეტრი. აგრეთვე შეგვიძლია შევარჩიოთ ამის სპეცი, რა თქმა უნდა, სორტამენტები აქვს ბევრი გვაქვს მოცემული, როგორც არის თქვა ორტესებრი კოჭი, გვაქვს პროფილი, უპროფილი, მილ კვადრატი გვაქვს, ჩვეულებრივი მილი გვაქვს მოცემული, C პროფილი გვაქვს მოცემული და ასე. ამ შემთხვევაში ეს გავზარდოთ კვეთი და ავიღოთ თქვა 300.
Let's modify. გაიზარდა ჩვენი კვეთი. ნუ ეს რა თქმა უნდა მშრალადას ბეტონზე ვერ დამაგდება, გვჭირდება დეტალიზაცია. აქ არის თქვა details და თქვა აი აქ არის მოცემული თქვა ჩამაგრების კვანტები. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ეს კვანტი ავიღოთ და პირდაპირ დაგვისვა ჩვენი სვეტი კინაბეტონის ზონაზე. ხო, აგრეთვე დამატებით აქ ბევრი ტიპიური კვანძებიც არის, რომელიც შეგვიძლია გამოგვადგეს. მაგალითად, შეგვიძლია გამოგვადგეს აი ეს კვანძიც, ამას წავშვი. ხო, აქ პირდაპირ არ მოგწა, უნდა შევიდეთ მონაცემებში და ესენი შემდეგ ხელით შევიყვანოთ ჩვენი პარამეტრები. მოგცემათ ბევრი პარამეტრია, ყველაფრის ტიპი შეგვიძლია მივთითოთ, ყველაფრის სიდიდე შეგვიძლია მივთითოთ. ამასაც არჩევა უნდა და თქმა უნდა ყველა მოდელზე არ მიდის. ასევე არის ესეთი დეტალიც, რომელიც პირდაპირ არის არჩეული და შეგვიძლია თქვა ეს დავტოვოთ. აგრეთვე ზევითაც მოდი რამე დავამატოთ. ასე, რო შემდეგ თქვა ფერმა თუ დამაგდება ფერმა დავსვათ, აი ამის ცვლილებაც შესაძლებელია, კი თქვა როგორი კუთხეები გქონდეს, გადასვლები რამდენი იყოს, შედუღება როგორი იყოს და მცირე დათვლებიც, გამოთვლებით შეგვიძლია გავაკეთოთ ამ პროგრამაში. რამდენად ზუსტია რა გეტყვით, იმიტომ რომ ჩვენ გამოთვლებს სხვა პროგრამაში ვიღებთ, როგორც თქვა იდეა სტატიკა, ну აქაც შესაძლებელია შემდეგ გადაამოწმოთ. არ არის პრობლემა. ეხლა თქვათ აი ეს თუ ჩვენ უკვე გავამზადეთ, ვეტი დავსვით, შეგვიძლია ეს უკვე გავაკოპიროთ. აქედან სვაც გადავაკოპიროთ მე. ესეთ დიზაინს მივიღეთ. მოდით გავაკეთოთ კავშირები, ისევ ავიღოთ თქვა ბეტონი, ავიღოთ ფუტინგი, დავხედოთ ზევიდან, შევცვალოთ ხო, ხედი შეცვლა აქედან შეგვიძლია თქვა პირდაპირ ზევით დავხედოთ, რომ არ ვიწვალოთ, ზუსტად რო დავსვათ. თქვა პირველი მჭირდება აი აქედან აქამდე. აქაც შეგვიძლია თქვა შევცვალოთ ზომები, თქვა იყოს 100, 600. დავასრულოთ. ეს ჩამოვიტანოთ დაბლა, დავარქვათ პირდაპირ. და დავკოპიროთ შემდეგ. ხო, მოდი ესეც დავაარმიროთ, სანამ კოპირებას დავიწყებ, უმჯობესია, აქაც არის reinforcement. და ვიპოვოთ შესაბამისი კვეთი, რომელიც გამოგვადგება ის დასაარმირებლად. აქ არ არის მოცემული, შესაძლებელია აქ იყოს. აი, ვიპოვოთ შესაბამისი კვეთი. აი, ეს ამის ცვლილებაც შეგვიძლია, რა თქმა უნდა, შევიდეთ, ნახოთ არმატურები, ნახოთ დაშორება ზედაპირიდან, დამცავი შრეები, შევცვალოთ ჩვენი მუშაარმირება, შევცვალოთ ჩვენი ხამუთები, თქვა ამ ეტაპზე მინდა რომ იყოს აი ეს ხამუთი. და ესეც შეიძლება. ხო, რომელ მხარეს იყოს თქვა ეს კვანძი გაკეთებული, მაგის მითითებაც არის შესაძლებელი. კარგით, დავაკოპიროთ შემდეგ ისევ. ეს მეორე და ანალოგიური მოპირდაპირო ხაზით. ამ მართულებიცაც მოდით ჩავსვათ.
ეს დავარმიროთ თავიდან დრო არ დავყარგოთ და შემდეგ გადავაკეთოთ. ჩემი ერთ-ერთი რეკომენდაცია იქნება კიდევ რომ თქვა თუ მასალებს დაითვლით, აუცილებელი არის რომ თქვა ზუსტად დათვალოს მასალები, ეს კვანძები ერთმანეთთან კარგად იყოს დაკავშირებული, თქვა არ იყოს შესული ეს იქით გადადებაზე, რომ თქვა მეტობით არ დაიანგარიშოს. უმჯობესია ასე იქნება ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს ჩვენი კავშირი, მოდი დავამატოთ ახლა იგლუ კიდევ კედელი. ეს ცენტრიდან სწორად ცენტრიდან კედელი გვაქვს, კედლის მონაცემებით შევცვალოთ, კედელი გვაქვს 2 მეტრიანი. შევცვალოთ მისი ბეტონის მარკაც და ეს დავწიოთ დავსვათ ცენტრში. შემდეგ გადავიდეთ კედლის არმირებაზე. ამ შემთხვევაში დავაარმიროთ არა დავმეშით. აი ამით. ხედავთ რომ ასეთ სურათს მივიღეთ. რა თქმა უნდა, ამასაც აქვს დამატებით მასალები და მოცულობები, რის მიხედვითაც შეგვიძლია შევცვალოთ არმირება, ჩაღუნვები გავაკეთოთ, გადადება რამდენი იყოს, სიგრძე რამდენი იყოს არმირების და ასე შემდეგ. დიახ, როცა თქვა ამის ამზადებას დაიწყებთ, დეტალების ყურადღებით ჯობია ეს დამატებითი მონაცემებს გავეცნოთ, რომ გაგვიადვილდეთ შემდეგ მუშაობა. მოდი ისიც დავაკოპიროთ. და ანალოგიურად მეორე მხარესაც გადავაკოპიროთ. დიახ. აგრეთვე გავაკეთოთ X მიმართულებითაც. ვთქვით. დავაარმიროთ ჩვენი კედელი. დიახ. აქ ორი სახის არმატურა გვაქვს, პირდაპირ როდესაც გამზადებული კედელი გვაქვს ჩვეულებრივი 4 და მეორე როდესაც თქვა არასტანდარტული კედელია და არასტანდარტული კედლის ფორმით შეგვიძლია ავიღოთ აი ეს და წერტილები მოვნიშნოთ ამდენი წერტილიც გვაქვს. მის მიხედვით შემდეგ დავაარმიროთ. მოდი დავაკოპიროთ ეს ჩვენი კედელიც. დიახ, ესეთ რაღაცას მივიღებთ. ის გარედან ასე გამოჩნდება, ხოლო თუ გადავიყვანთ სხვა მოცულობებში, ესეთ სახეს მივიღებთ. დაგვჭა ამ ეტაპზე ნიშნულამდე საძირკვის ფილა და დავსვათ ჩვენი საძირკველს. აქაც ანალოგიურად, როდესაც დავსვათ საძირკველს, შემდეგ ხო ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ გააკეთეთ ხოლმე ჩაჭრები. რომ აქაც არმირება და მოცულობა ზუსტად დაითვალოს. ვინაიდან დროს შეზღუდული მაქვს სამწუხაროდ მე ზუსტ დეტალიზაციას ვერ ვაკეთებ, რადგან ეს თქვა ცოტა ქვევით უნდა იყოს ჩაწეული, ესეც რომ ბეტონის რაოდენობა სწორად დაგვეთვალა. ხო, აქაც იგივე თქვა არმირებისთვის და არმატურის ბადე გააკეთა. ეს მეშებს და ჩვეულებრივ reinforcement შორის განსხვავება ეს არის, რომ მეში იყენებს უკვე გამზადებულ ბადეებს. ხოლო reinforcement-ში არის ჩვეულებრივი არმატურა, რომელიც ადგილზე შესაძლებელი აეწყოს. აი აქაც შეგვიძლია თქვა მიუთითოს შრეები იყოს ოშრიანი ჩვენი კვეთი, ასევე თქვა გადადება როგორ იყოს ამ შრეებს შორის, ესეც შეგვიძლია შევცვალოთ. დიახ, აი ასეთი ვიზუალი მივიღეთ, მოდი უშუალოდ ხა გადავიდეთ ფერმის მოწყობაზე. ამისათვის საჭიროა რომ თქვა დავიღოთ სხვა კვეთი.
გადავიდეთ ვიევში და შევხედოთ სხვა მხრიდან new view. აი, ავიღოთ ორი წერტილი თქვათ. აქედან აი ამ მიმართულებით გავჭროთ და შევხედოთ. აქ ხედავთ რომ ეს ჩემი ღერძის ხაზები არის კორექტირებული, რო დავაკორექტიროთ აუცილებლად აი ზედა სამუშაო ბადეში უნდა შევცვალოთ, თქვათ ქვედა იყო 3000-ზე, შემდეგ მოდის 2000-ზე, შემდეგ მოდის თქვათ 0, შემდეგ 6000 და ბოლო წერტილი იყოს 8000. აი, ასეთი რამე მივიღეთ, აქაც შეგვიძლია შევცვალოთ, თქვათ -3, მინუს შემდეგ 2, პლუს 0, პლუს 6 და პლუს 8. ათაურებით შეგვიძლია ასე გავაკეთოთ. მოდი მარტივი რომ გამოვიდეს ჩვენი ფერმა, უმჯობესია ავაწყოთ ფოლადის და ავიღოთ ერთნაირი ტიპის ფოლადები, თქვათ. აქედან დავიწყოთ სიმაღლე კონდეს 1.5 მეტრით ჩვენს სვეტს. აქაც შევცვალოთ, მოდი არ გვინდა ორტესებრები, გავიადვილოთ საქმე და იყოს მილ კვადრატი. ავიღოთ შესაბამისად, თქვათ 100-იანი მილ კვადრატი, სისქე იყოს 5-იანი. ეს შეიცვალა. ეს გადავაადგილოთ, დავსვათ ცენტრში. დიახ, აი ეს მის წერტილი, თქვენ ხედავთ არის კუთხეზე, შეგვიძლია ესეთ შევცვალოთ და იყოს ესეთ შუაში. შემთხვევაში ასე გადაიტანოთ. და შემდეგ სხვა მოქმედებაზეც ანალოგიურად მოხდება. გადავიტანოთ აი აქ. ეს დავსვათ შუაში. და ავიტანოთ ჩვენ ღერძამდე. შემდეგ გადავიდეთ შემდეგ მოქმედებებზე, თქვათ ეს იყოს აქედან წამოვიყვანოთ. აქედან აი აქამდე. ესეთ შევცვალოთ, ან პირდაპირ შეგვიძლია ამის მეშვეობით, მაგრამ შეგვიცვლის სომას. თქვათ ერთნაირები თუა, პირველ რიგში შეგვიცვალა მონაცემები. ხო, ამის წერტილიც არის მაღლა, გვინდა შუაში. აი ეს და შემდეგ გადავალთ შემდეგ მოქმედებაზე, უკვე ავიღებთ მას და შევაერთოთ ერთმანეთს წერტილებს. მოდი ეს დავაკოპიროთ, თქვათ შემდეგი არის აქ 3 მეტრზე დავსვათ, კიდევ 3 მეტრზე დავსვათ. შემდეგი კიდევ 3 მეტრზე დავსვათ. აი ასეთი რაღაც იქნება. ეს შეგვიძლია ზევით ავწიოთ და მე როდესაც ტიპიური შეერთების კვანძებს გავაკეთებთ, ავტომატურად გაასწორებს. თუ თქვა ზუსტად გინდათ რომ მოგცეთ ამ მოცულობები, უმჯობესია რომ პირზე გაასწორებთ და ან ქათით დააკორექტირებთ, ან მიიტანთ უბრალოდ სასრულო წერტილად. ამ შემთხვევაში შეგვიძლია გადავიტანოთ copy mirror და ცენტრი მოვნიშნოთ. ან შეგვიძლია პირდაპირ ჩამოვწიოთ და დავსვათ სასრულო და ეს ასე იქნება. ესეც მიმართულები დავსვათ და ასე შემდეგ. სხვადასხვა ზომები. ხო, ან შეგვიძლია აქ ჩავწვევთ პირდაპირ weld. ამოცულ პანჯერაში. ვწვევთ. და უკვე მოცემულია ტიპიური შეერთების კვანძები, თქვათ ეს რომ დავაწყაბოთ ამას ავტომატურად შეადუღა, ესეც რომ დავაწყაბოთ ამას ავტომატურად შეადუღა და კავშირები მოგვცა. მოდი გავაკეთოთ ახლა ირიბანები, ეგრეთ წოდებული, ესეც ავიღოთ თქვათ
ცენტრიდან ავიღებ ამას, აქეთ მეორე დავსვათ აი აქ ცენტრ შეერთების ადგილზე, შემდეგი წავიყვანო დავსვათ აქ, შემდეგი წავიყვანო დავსვათ. დიახ, შემდეგ აგიხსნით შედუღება რატომ არის მნიშვნელოვანი? თავიდანვე შევადუხოთ. აი ესეთი თემა მივიღეთ, აქ არის კიდე ტიპიური კვანძი, რაც თქვა თუ თქვა შედუღებით ვაკეთებთ, აი შესაძლებელია ეს შემდგომ გამოგადგეთ, პირდაპირ ასეთი კვანძი მოგცეს, რომ დრო არ დაკარგოთ. აღნიშნული კვეთი შეგიძლიათ შემდეგ შეცვალოთ. თქვა დაშორებები, ზომები, თქვა როგორი კვეთი იყოს, რა თანმიმდევრობით აკრიფოთ, როგორ იყოს კავშირით ფირფიტების, შემდეგ გამოთვლებიც არის, თუ მისაღები იქნება თქვენთვის. გავაგრძელოთ ჩვენი კვანძის დამზადება. ხო, შეეცადეთ თანმიმდევრულობით გააკეთოთ, იმიტომ რომ არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც უცემულ კვანძს არ აკეთებს, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი თანმიმდევრობით. თქვა თანმიმდევრობით რო გავაკეთეთ, შეიძლება ესეთი რაღაცა მოგვიდეს. ეს აქ, მოდი გავასწოროთ ახლა ესენი. ასე. ეს მოგონი. ეს დატოვებული არ არის. შემდეგ ესეთ შევადუღოთ. და დაგვრჩა აი ამის კავშირები. ეს ასე ვთქვათ. ესე ზედა ვთქვათ აი ამ ორი შეერთებისთვის არის ასეთი კვანძი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ აი connection-ში, შეგვიძლია თავიღოთ აი ეს კვანძი. აქ მოცემულია ვთქვათ როგორ გვინდა რომ შევაერთოთ. ვთქვათ აი ასე და აი მიმართულებით ან ვთქვათ ასე იყოს შეერთება. მოდი ვცადოთ ახლა როგორ გამოვა. აი ეს აი ასე. ეს შეერთება მივიღეთ. თუ ვთქვათ აქ შევცვლით, ვთქვათ გვინდა რომ იყოს ასეთი რაღაც, ну ეს რა თქმა უნდა არ გვაწყობს. მინდა რომ იყოს იდეალურად მოჭრილი, აი ესეთი. ანალოგიური გავაკეთოთ მეორე მხარესაც. აინიშნებს. აი ესეთი. და ну აქ შედუღება არ გვანახა, ამიტომ ხელით გავაკეთოთ ეს მოდი. ესე ჩვენი ფერმა. ამ ყველაფერს თქვა დავასრულოთ, მოდი გადავიდეთ ამ ფერმის კოპირებაზე, რადგან ეს ერთი მთლიანობა ჩავრთავდა აი ამას და ამ შემთხვევაში მოვნიშნავთ მთლიანად ფერმას თავისი ელემენტებით და ათითაოდ თქვა მონიშნა და გადატანა აღარ მომიწევს. სხვა დავიჩოთ ერთი წერტილი, ეს, ეს, ეს და დავსვათ ადგილს. აი ასეთი სახის ობიექტი მივიღეთ. მოგეხსენებათ, აი აქაც არის კავშირები და კიდევ არის აქ ერთი კარგი ფუნქცია, რომელიც მინდა რომ განახოთ და შესაძლებელია რომ გადგეთ აი detailing-ში თუ გადახვალთ. აქ არის უკვე გამზადებული ფერმა, რომელიც შეგიძლიათ შემდეგ გამოიყენოთ, თქვა და ესე დრო არ დაკარგოთ. და აქედან აქამდე გვინდა და პირდაპირ დაგვისვა. სავწევ. შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი სურვილისამებრ. ვთქვათ, აქ არის არა დახრით, არამედ პირდაპირ მოცემული
შით. აი შევდივართ, აქ არის თქვა სიმაღლეები, აქ არის თქვა ყველა მეტრანახევრიანი, აქაც თქვა მეტრანახევარი ჩავწეროთ, შევცვალოთ. შემდეგი მოქმედებები არის თქვა და ეს ტიპები, როგორი იყოს, თქვა კავშირები კონდეს, არ კონდეს, თქვა აი ასე. აქაც აქ როგორი იყოს ირიბანები განაწილებული. ხედავთ რომ შეიცვალა. აგრეთვე აქ არის თქვა დაბოლოება როგორ კონდეს, ხო ნაშვერები თქვა ამ შემთხვევაში ამჭირდება აქ. ზუსტად მინდა რომ იყოს შეიცვალა ესეც ხედავთ. და ნუ დამატებით ნუ შეგვიძლია ესეც შეცვლილია უკვე ესეთი რაღაც გავაკეთოთ. ესეც მცირედ დაკორექტირდა თქვენ ხედავთ ალბათ. მოდი ან ეს ბლოკი ავიღოთ და ეგ არის ცენტრი როგორც ხედავთ და ცენტრზე დავსვათ. და ესეთი ფერმა. ესეც რა თქმა უნდა შეგვიძლია შევცვალოთ. აქ არის 2 მეტრიანი თუ სწორად მახსოვს და აქაც 2 მეტრიანი. ხო, რაც მნიშვნელოვანია, აი ამ ფერმისთვის შეგვიძლია შევცვალოთ ასევე მასალები. წაგთქომ აქ 200-იანი გამოყენებული, შეგვიძლია ისევ 100-იანი ჩავწერო და ამით განვაახლოთ ჩემი კვეთები. რომ თქვათ არ იყოს ტიპიური და მინდა რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო. შეიცვალა, ხედავთ. დიახ, თქვა დავაგე მოდელი და ასე შემდეგ, მოდიეთ წავშლი ვარ და ჩემი ნახაზი და უნდა გადავიდეთ უშუალოდ პროექტირებას. კი, ლეიაუთზე დასმაზე უბრალოდ. მაგრამ წინა ვებინარზე იყო კითხვა, თქვა თუ შეიძლება DVG ფაილი შემოგდება ორდერში, თქვა ვიღაცა საკუთრებო მზად, მე ვარ მოვიფიქრო, ამიტომ აი add model-ში შეგიძლიათ პირდაპირ შემოვაგდოთ DVG ფაილი. აი თქვა აი ეს და შემდეგ თქვა ამ მოდელის მიხედვით აწყოთ თქვენი კონსტრუქცია. ესე რა თქმა უნდა მოსახერხებელი არის, აგრეთვე როგორც DVG ფაილი შემოგდება შესაძლებელია შემოვიტანოთ IFC 3D ფაილი. და ესეთი რაღაც შეგვიძლია შემოვიტანოთ, მე აქ დავსვათ სვეტები, მირებული კედლები, კიბეები და ასე შემდეგ. ნუ ეს გასაგებია ალბათ, მოდი ამას წავშლი, გავჭირდება. გადავიდეთ უშუალოდ პროექტირებას. თავიდან განახეთ აი ეს ფუნქცია, ის იყო კარგი, ანუ ეს აღიქვავს თქვა სვეტს ერთლიან ობიექტად. თუ ჩვენ დავაწყაბებთ და ავიღებთ create fabrication drawings, ეს ავტომატურად ჩვენ შეგვიქმნის ნახაზს. აი თქვა და დასახელების ნახაზი იქნება და ამუშავა. გადავალთ შესაბამის ხანჯარაში და გავხსნით ჩვენ ახს. აი ასეთი ნახაზი დაამუშავა. აქ არის სტანდარტული, რომელიც შაბლონის დამახსოვრებული ქონდა, გამოიტანა ეს სვეტი, მისი სიგრძე გამოიტანა, რა მასალებისგან შედგება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამ მეცვლებაში ჩვენ შეგვიძლია ამ მონაცემებით თქვათ ეს თუ არის სტანდარტული, მინდა რომ იყოს შავი ფერის თუ თქვათ არეალში დაწერილი და მინდა თქვათ გოს სტანდარტით იყოს ეს დამუშავებული, გოს აი ეს ჯობია. გონი თუ ესა italic. ოკეი, modify, ესე შეიცვალა ამის ფერის გაზდა შესაძლებელია. სიმაღლით შეგვიძლია გავზარდოთ. და ასე შემდეგ, აგრეთვე შესაბამისად შეგვიძლია დამატებით მონაცემები გამოვიტანოთ, თქვა აი ამ მოდელისთვის. აი ესეთი რაღაც C2 აღნიშნა მოდელი, მაგრამ შეგვიძლია დავამატოთ, თქვა რა მონაცემის დამატება მინდა. თქვა ზომების დამატება მინდა size. დამატა modify. თქვა 8 მმ-იანი, ნუ 520 520 არის. აგრეთვე კიდე დავამატოთ დასახელება, თქვა მასალა. რა მასალის არის ეს? აი ასეთი. აქაც რა თქმა უნდა შეგვიძლია შეცვალოთ ფონტი. და იყოს გოსტის მიხედვით. აგრეთვე შეგვიძლია ჩვეულებრივი ტექსტის დავამატოთ.
და დავწეროთ რაც გვინდა ჩვენ სწავლში. მათ დავწეროთ ფოლადის ფურცლოვანი. ის და დაემატა. მაგრამ კიდევ შეგვიძლია ეს თავისუფალი ტექსტი ავიღოთ, არ მინდა თქვა სტანდარტი იყოს და ჩემი სტანდარტი შექმნა. ეს გამოვიტან, ამას წავშლი, აქაც მივაწერ ფოლადის ფურცლოვანა. და შევინახავ და კიდევ ან თუ თქვენ გაქვთ ფონტი შესაბამისი. მაგალითად, სად უსხ შეგვიძლია ქართულადაც დავაწერთ. შევცვალოთ ფერი აქაც, შევცვალოთ თქვათ აი როგორი ლაინი მინდა რომ იყოს ქვევით, კონდეს კავშირი ჩემ ფირფიტასთან, ასეთ შეიცვალოს. და ასეთი ფორმის აღნიშვნა მივიღოთ. ხო და არ გვინდა რომ ეს ტიპიური შაბლონი გამოვიყენოთ და გვინდა რომ ჩვენით გავაკეთოთ. გამოვთავთ ამას. გადავალთ უშუალოდ. კარგით გავაგრძელოთ ჩვენი ვებინარი. აი მედია ჩანს ჩემი ახაზი. დიახ, თუ ჩვენ არ გვინდა სტანდარტულად თეკლას მიერ მოცემული შაბლონით ვხელმძღვანელოთ, მაშინ დავაჭერთ create drawing, შევქმნით ახალ ნახაზს ჩვენი ვიევის მიხედვით, ეგრეთ წოდებული და დავაწერთ, რომ გავხსნათ ეს ჩვენი ნახაზი ოდესღაც შეიქმნება. ხედავთ, რომ აი ესეთი პანჯარა მოგცა. აქ მოგცა თქვათ დასმული არის როგორც ხვდები A1 ფორმატზე, მოდი არ გვინდა A1 იყოს, A2 ფორმატი, A2 პატარა, A1 დავუხდით. ანულზე იყო დასმული. დიახ, აი აქ ახლა ისი გაკეთება შეგვიძლია. აი აქ შეგვიძლია თქვათ დავწეროთ ზომები dimension-ის მიხედვით, dimension-ი. ანუ ჰორიზონტალური და ვერტიკალური ზომები აქვს მოცემული სტანდარტულად ამის ზომები. აი აქ რადგან ერთხელ დავამახსოვრე, რომ გოსტანდარტის მიხედვით იყოს გაკეთებული, ავტომატურად თვითონ გააკეთა და მომცა ამის მიხედვით. გოსტის მიხედვით და ნუ შაბლონად შეინახა. თქვენს თავიდანვე შეგიძლიათ ესეთი მონაცემები შეიყვანოთ, რომ მე სხვადასხვა ნახაზ გაფორმებაზე წვალება აღარ მოგვიწევს. აქ კიდე არის თქვა ასეთი ისა along grids და ავტომატურად დამისვა ღერძის ირგვლივ ზომები. ნუ დამატებით რა თქმა უნდა შეძლებელია თქვა და აი წერტილოვან სათირკულებთან. უბრალოდ ვერტიკალური ნამეღო და დავაწერ დაშორებას. ესეთი ტიპის ზომები მაქვს. ხო, ნუ აქ რა თქმა უნდა გააფორმებთ, როგორც ვახსენე, თქვა აიღებთ ტიპიურ შაბლონს, თქვა შაბლონურ წარწერას მივიტანთ ობიექტთან და დასვავთ, თქვა რა მასალისგან არის, ნუ ეს რა თქმა უნდა ეს დაიმახსოვრა, მოვაშორება ფურცლოვანას, დამიტოვა მარტო დასახელება, თქვა საძირკვლის ფილის ზომები, რა მასალისგან არის გაკეთებული და ასე შემდეგ. ფერი შევცვალოთ ჯობია. არა შავი იყოს. დიახ, შემდეგ ჩვენ გავაკეთოთ ესეთი რამ, ხო და ახალი ხედი მინდა რომ გვერდზე მქონდეს, აქაც ვიევში გადავალთ და თქვათ ვიევ ორი წერტილი ავიღოთ აქაც. მე აქეთ და დავსვით. ეს რომ თქვათ ეს ამისო ექანი შეგვიძლია თქვათ გავწიოთ და ბოლომდე გამოვაჩინოთ. ასეთი რაღაც არის. ხო, აი აქ თქვათ არ ჩანს ახლა არ მირება რომ გამოჩნდეს ამით ჩვენ შევდივართ აი ამ ფანჯრის მონაცემებში, ეს მონაცემებიც განსხვავდება მოგეხსენებათ, არის თვითონ აი ამ ფანჯრის მონაცემები და არის მთლიანად აი სადმე შუაში თუ დავაწყაპებთ, არის მთლიანად აი ამ მოდელის მონაცემები. ჩვენ გვჭირდება ფანჯრის მონაცემები, რომ მხოლოდ აი ამ ფანჯარაზე გამოჩნდეს არ მირება.
დაველოდოთ ისევ ცოტა ხანი და აქ მარტო არმირებისთვის, არამედ სხვადასხვა მასალებისთვის არის სხვადასხვა მოწყობილობებისთვის. ამ შემთხვევაში მითითებულია რომ non-visible, მე და მივანიშნებ რომ იყოს ხილული. ამუშავებს მოქმედებას და ნუ არმატურები გამოჩნდა და გამოჩნდა ასევე მისი ზომებიც. ხო, აქ არის თქვა და ესეთი ტიპის არმატურა, შეგვიძლია შევცვალოთ, იყოს თვლიანად ჩასმული ფილი. ასეთი იყოს ასევე ნუ ერთი ხაზით, რომ არ დავტვირთოთ ჩვენი ნახაზი ეს. ნუ ეს ჩვენ გემოვნებაზეა, თქვა თვითონ საპროექტოსაც გააჩნია, როგორი ტიპის ნახაზებს ქმნის. ხო, აგრეთვე თქვა ღერძებსაც შეიძლება თქვა არ გვინდა იყოს ლურჯი, იყოს წითელი. ასევე როგორც ციფრები შესაძლებელია ჩავსვათ. იყოს მრგვალი, თქვა გამოჩნდეს მხოლოდ ერთ მხარეს, არ გვინდა ყველა მხარეს რო ჩანდეს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამ წარწერის ცვლილებაც შეგვიძლია შესაბამის პანჯარას შეგვიძლია გადავიდეთ, ან აი გვერდზევე შეგვიძლია მონაცემებიდან შევცვალოთ. დიახ, თქვათ ეს ყველაფერი თქვა დასვით, გააფორმეთ, შემდეგ ისევ გაფორმების ნაწილი იწყება. აი შევალთ drawing layout editor-ში და შემდეგ შეგვიძლია ჩვენ გავაფორმოთ. თქვათ ამ ზედმეტებს წავშლი ან დავტოვებ და მოდი დავამატებ თქვათ აქ არის ასეთი armirებისთვის მოცემული დეტალები. აი ribbon shaping მაგალითად შესაძლებელია ამან მოგცეს მასალები, აჰო, აი ეს არა, უჩან შემდეგი. აი ესეთი ჩამონათვალი აქვს. კიდევ აქვს აი ესეთი painting ribbon, რომელიც ჩვენ გამოგვადგება. ხო, მასალების ამოღებისას დააკვირდით ცალკე არის მეშისთვის და ცალკე არის armirებისთვის. მეშისთვის უმჯობესია ცალკე გამოვიყენოთ თუ ჩანს, რა თქმა უნდა, ამას. კი, გამოჩნდა აი მეშისთვის ასეთი რაღაცა არის. ამას შემდეგ გადავწერ და არის კიდე element list-ი. აი element list-ი ესე გამოიყურება. რა ელემენტებისგან შედგება ჩვენი მოდელი. აი ეს. ხო, თქვათ აი სტამბი არ მინდა ამათი და წავშლი ამას და აქ კიდე აქვს კარგი ფუნქცია, თქვათ დავამატოთ გამზადებული თქვათ DVG ფაილში თუ გვაქვს სტამბი, შემოვიტანოთ და დავსვათ ჩვენთვის სასურველ შტამპს. მაგრამ თქვათ თუ თქვენ უკვე გამზადებული გაქვთ ეს მაგალითად ეს არის A2-ისთვის ეს შტამპი და A1-ი არ წავიდა, მაშინ უნდა შევცვალო მე თვითონ ფურცელი და იქ ავტომატურად შეიჭრა. თქვათ ასეთი შაბლონი მე მინდა დაიმახსოვროს ყველა ზომის ფურცელზე, რომელიც აქვს მოცემული, მივცევ saves. ესეც შევინახოთ, ხო, შენახულია. ახუროთ ჩვენი პანჯარა. და ასეთი რამეა. მოდი შევცვალოთ ჩვენ ფურცლის ზომა იყოს A2 და როგორ დაждდება შემდეგ. აი ასე დაждდა. აკა და ბურჩით. A0-ია ეჩია. ხო, კარგი ის არის, რომ თქვა თუ დავამახსოვროთ ერთხელ შტამპს, აი ეს სტამპი ასე იქნება, რა თქმა უნდა, ნუ უკვე ამ ჩვენი ფანჯრის ცვლილება შეიძლება თუ არის თქვა ეს 200-იანთან ან 300-იანთან შეგვიძლია შევცვალოთ და დავსვათ სხვა მასშტაბში. აი ეს 200-იანში ყოფილა, მოდი იყოს 300-იან მასშტაბში. და რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ზომაც შემცირდება. აქ დავუთ. გადამოვიტანოთ დავსვათ. კი ბატონო, თქვათ ახლა მე მინდა კვანტის გამოტანა, კვანტის გამოსატანად ვიღებ detail views. ორიშა თქვათ თუ ეს დეტალი თქვათ ერთი და შემდეგ სად უნდა რომ დავსვათ ეს ჩვენი ნახაზი. ონიშნავთ იმ ადგილსაც.
აი ასეთი კვანძი გამოიტანა, ეს 300-იან მასშტაბშია დამახსოვრებული, შეგვიძლია აქედან შევცვალოთ გვერდზე მოწყობილობებიდან, ან ისე ფანჯარას დაველოდოთ და აქ უფრო დეტალური ცვლილება შევინახოთ. ამ შემთხვევაში იყო 10-იან მასშტაბში. რა თქმა უნდა, გაიზარდა ზომაც, წარწერები თავისთავად დაკორექტირდა, რომ ყველა ერთ ზომაზე ყოფილიყოს. დიახ, ну, ძირითადი პარამეტრები ეს არის, თქვათ, შენობისთვის, layout-ზე დასმისთვის. მოდი გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე და თუ შეიძლება, ხელსაწევით ვის აქვთ რაიმე კითხვა. რომ გავიაროთ საკითხი თუ რამე დამატებით გაინტერესებთ. თუ კითხვები არ გაქვთ, მაშინ დაგემშვიდობებით. იმედია მოგეწონათ დღევანდელი ვებინარი და მისი თემა. ესეც ჩვენი. დიახ, ისმის. კითხვა მაქვს ასეთი, თავიდან როცა გამოიტანეთ თქვენ სვეტი, რკინაბეტონის სვეტი, შემდეგ ასევე წარწერე layout-ზე როცა გამოიტანეთ სპეციფიკაციები, კითხვის ნიშნები უჩნდება. და რას ნიშნავს ეს კითხვის ნიშნები? ანუ თავიდანვე სახელს თუ არ დავაწერთ, აღნიშნავს თუ რა გავაკეთებთ, აი თვითონ ბევრი ერთნაირი რო არის, მაგიტომ უჩნდება კითხვის. ანუ ჩვენ უნდა მივცეთ ეს პრეფიქსები. თავიდანვე უნდა დავასათაურო თქვა რამეს. კიდე აღნიშნოთ თქვა სვეტი ერთიან. დიახ. კარგით, მადლობა. მე მაინტერესებს კიდევ გესმით ჩემი? დიახ, ისმენთ. ანუ რუსული და ევროპული სტანდარტების ერთ გარემოში გაერთიანება თუ არის შესაძლებელი? ანუ ცალ-ცალკე რო არ დავხაზოთ, ანუ რუსული. დიახ, ხო, შესაძლებელია, ან თეკლა warehouse-ში უნდა შეხვიდეთ და იქიდან დამატებით უნდა გადმოიწეროთ და შეაგდოთ თქვათ იმ ნორმებში, რომელი ნორმებიც უკვე გაქვთ გახსნილი. ასე თქვათ, ან შეგიძლია თქვათ ჯერ ერთ ნორმაში დაამუშაოთ და შემდეგ მეორე ნორმა დაასეივოთ და მეორე ნორმაში გახსნათ და იქ შეიტანოთ. კი ბატონო, და ერთი კითხვა კიდე, ანუ პროგრამა გატეხილსა და ლიცენზირებულ შორის ამის სხვაობა თუ არა, ანუ რამე პრობლემას ხო არ შეგვიქმნის გატეხილი პროგრამა შეგვიქმნით, ანუ პირადული ასე ვთქვათ ვერსიების გამოყენება უკვე ჩარიმდება კიდევაც, აგრეთვე ნაყიდ პროგრამას უფრო ბევრი დადებითი მხარე აქვს, როგორიც აქ multi user-ი, ამ შემთხვევაში თქვა 10 ადამიანმა, 5 ადამიანმა შესაძლებელია ერთ მოდელზე იმუშაოთ, აგრეთვე წვდომა გექნებათ warehouse-თან, განახლებებთან და უფრო სწრაფად შეძლებთ მუშაობას. და საქართველოში როგორ ხდება სტანდარტულად ყველა ნაყიდ პროგრამაში მუშაობს ლიცენზირებულში? ყველა სამწუხაროდ არა, არიან კომპანიები, რომელიც იყენებენ პირატულ ვერსიას, არიან კომპანიები, რომელიც ყიდულობენ თქვათ ლიცენზიებს, სხვადასხვა პაკეტები გვაქვს, სამი სახის პაკეტი, მათი მოთხოვნიდან გამომდინარე ირჩევენ ამ პაკეტებს და შემდეგ იყენებენ სამუშაოდ. უკაცრავად იცით რატომ ვკითხულობ, ეხლა AutoCAD-ის ვერსია, AutoCAD-ის პროგრამაში ზოგადად მასიურად სტანდარტულად გატეხილ პროგრამებში ვმუშაობთ და აი კლასში უფრო პრობლემატურია ეს საკითხი. ხო, როგორც ჩანს. დიახ, იმიტომ რომ ყურადღებას თრიმბლი ამასთან დაკავშირებით. და AutoCAD-ის დესკმაც გაიწყო, როგორც ვიცი, მაგაზე ყურადღების მიქცევა. ამიტომ ორივე პრობლემურია, ორივე პროგრამაში გატეხილი. ეს ვერსიაზე რო იმუშავოთ. რა თქმა უნდა, განსხვავდება თქვა AutoCAD-ი და თეკლა თავისი მოცემულობით. Autodesk-ს აქვს ისეთი პროგრამები, რომელთაც შეიძლება თქვა კონსტრუქციებზე იმუშაოთ, უფრო თქვენი მოხერხების საკითხია, როგორ უყურებთ თქვა სამუშაოს, რა დეტალების გამოტანა შეგიძლიათ, ასე შემდეგ. ეგ უბრალოდ გამოცდილების თემა, არიან პიროვნებები თქვა, ვისაც თეკლა ურჩევნიათ, არიან ვინც Revit-ში მუშაობს და ეგ უფრო პირადი საკითხია. თეკლა არ არის Autodesk-ის პროდუქტი? არა, თეკლა არ არის Autodesk-ის პროდუქტი. ჩანაწერს გამოგვიგზავნით? აიტვირთება საიტზე. მადლობა. მადლობა დიდი. მადლობა თქვენ მადლობა, საინტერესო იყო. მადლობთ. კითხვები ხომ არავის გაქვთ კიდევ? დიახ, გესმით. ცოტა ხშირიდან ისმის ხმა.
ანუ საანგარიშო მოდელი ან ახლა ჩვენ როცა ნახაზე ავაგეთ რომელიმე საანგარიშო მოდელში გადატანა თუ არის შესაძლებელი სხვა პროგრამაში თუნდაც იქნება ეს SAP, SAP TECLA, ხო, დიახ. დიახ. TECLA-ს კავშირი აქვს იდეასტატიკასთან, რომელიც არის პროგრამა, რომელიც თვლის კვანტებს და დეტალებს, თქვათ თუ თქვენ ააგებთ ესეთ სახის კვანტს, ან თუ კვანტს გადაიტანთ იდეასტატიკაში და შემდეგ იქ გაითვლით, ასევე TECLA-ს აქვს კავშირი თავისივე პროგრამასთან არის TECLA Structure Designer-ი, სადაც ხდება უშუალოდ ანგარიში და ის საანგარიშო მოდელი შეგიძლიათ გადამოიტანოთ TECLA-ში. თავისი ადმირებით და კვანტებით. გასაგებია, მადლობა. მადლობა თქვენ. შემდეგი კითხვა. კარგით, მაშინ მადლობა დღევანდელი ღონისძიებაზე დასწრებისთვის. შევეცდები შემდეგზეც რამე საინტერესო თემა შემოგთავაზოთ და შეიძლება მალე დაგიბრუნდებით. მადლობა თქვენ რომ დაესწარეთ. მადლობა, გეოდებით, მადლობა, ნახვამდის. აგაბზანდებოდეთ. ნახვამდის.